მოგესალმებით ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრიდან. ეთერშია სათემო რადიო, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის მთავრობისა და დივიის საერთაშორისო მხარდაჭერით, პროექტის მისი ხმის ფარგლებში. პროექტის პარტნიორია გერმანული სათემო რადიო Z. პროექტის მისი ხმის ფარგლებში შეიქმნა 12 სათემო რადიო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამ ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენი რადიოს მოსმენა შეგიძლიათ ონლაინ ვებგვერდზე HerVoice-G. ჩვენ კი შევეცდებით შეგიქმნათ სასიამოვნო განწყობა და ერთად გატარებული დრო იყოს დასამახსოვრებელი. თქვენთვის ეთერში მუშაობს ნინო ფატარიძე. გამარჯობა, მე ვარ ელენე, 4 წლის. ჩემმა დედიკომ და მამიკომ კარავი მაჭუქეს, თეთრი კარავი, ძალიან ლამაზი თეთრი კარავი. მე კიდევ უფრო გავავამაზე. გარედან თეთრი ვარდები ჩამოვკიდე, შიგნით თეთრი სათამაშოები დავაწყვე და ჩემი თეთრი კაბები შევიტანე. თეთრი ფერი იმიტომ ავირჩიე, იმიტომ თეთრი ყველაფერს უხდება. თეთრი სულ სუფთა, კრიალა. თზე რასაც გინდა დახატავ და რასაც გინდა იმას დაწერ. რამდენი ხანია რაც მე და ჩემს მეგობრებს რავა ისეთი გაკეთება გვინდა, რასაც უფროსების გარეშე საუწლებთ. ისედაც უხალშგვიში. 1 წუთი თუ არ დაგვინახეს, მაშინ იწყება. ამას ადახართ, ასაკეთებთ, ამას ხوارაფუჭებთ. აქ იყავით, რომ ჩვენს ხედავდეთ. სულ რატო გვამოწმებენ? ვერაფრით ვერ გავიგე. ხო და როცა მითხრეს, დაბადების დღეზე საჩუქრად რა საირჩევო, ბევრი არ მიფიქრია. უკვე არჩეული მქონდა ეს კარავი და პირდაპირ ვაჩვენა. ეს მინდა მეთქი. დიდად აფხთეურებელი ადაჩდნენ. არ ვიცი რას ელოდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ რომელიმე ზღაპრის, გმირის, ჭკვიალა სასახლეს ავირჩევდი და ჯერ დედამ ჩემმა მითხრა. ელენე, ნახე დედიკო, ეს არ ჯობია? და იასფანისფერი სახლი მაჩვენა, ტყვითელი ფრანჩებით. რა დრო ჩემი იასფანისფერი სასახლი? 2 წლის კი არ ვარ. მერე მამა ჩემმა ეს ნამდვილად მოგეწონებდა და ბორბლებზე შემდგარი წითელი მანქანასავით სახლის ფოტო დამიდო. რა არის ბიჭი კი არ ვარ, არამეთი. ან თეთრი კარავი. ან საერთოდ არ მინდა თქვენი საჩუქრა. ქვიდა კედლისკენ მივუტრიალდი. ამან ისე იმოქმედა ჩემს ბებოზე, მაგიდაზე ხელი დაკრა და დაიძახა. რა გაუჭირეთ საქმე არ გესმით? რაც უნდათ ის უყიდეთ ბავშვს. ჩემ მშობლებსაც მეტი აღარაფერი უთქვამთ. და მეორე დღეს და როცა ერთად ვაწყობდით, კურიელის მოტანი 5-ში ჩალაგებულ ხის ჯოხებს და თეთრ ნაჭრებს ცოტა კი შემეშინდა. აი თუ ესეთი არ გამოვიდეს, როგორიც ფოტოში. მაგრამ საბოლოოდ იმაზე უკეთესიც ამოხმოჩნდა. ისეთი რომ ჩემი მშობლებიც აფრთხილდნენ. კარავი სასტუმრო ოთახის ცენტრში დავდგით. ყველას გასაგონოთ თქვი, რომ აქ შემოსვლის უფლება ხოლო პატარებს ექნებოდათ. დიდი ყმაფილება ვერ შევატყო, მაგრამ არც პროტესტი გამოვთქვამთ. ახლა კი ჩვენ მეგობრებს ველოდები. სულ მალე ჩემი მეგობრები მოვლენ, ნინო და კატო. და ერთად მოვიფიქრებთ ძალიან მაგარ რაღაცებს, რაც მარტო ჩვენ გვეცოდინება და აქ მარტო თეთრ კარავში მოხდება. უფროსები აქ ვერ შემოეტევიან. ამიტომაც ეს ადგილი იქნება, რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ. ვიმღერებთ, ვიცეკვავთ და
ძალიან ბევრ რაღაცებს გამოვიგონებთ. ისინი რომ მოვლენ, იმათაც კარგად გაგაცნობთ. ორივე ჩემზე უფროსია. ნინა 1 წლით, კატო 2-ით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ვუი, გონი მოვიდნენ. მოდით, გოგოებო, მოდით. ნახეთ რა სურპრიზი მაქვს თქვენთვის. ვა, ეს რა მაგარი კარავია. საიდან? ჩემმა დედიკომ და მამიკომ მიყიდეს. მოგწონს? კი, ძალიან მომწონს. შიგნიდანაც რა ლამაზი ყოფილა. შეიძლება შევიდე? კი, მოდი. ეს კატოა. ეხლა მალე ლირაც მოვა. გონი მოვიდა. რა კარგია, ჩვენი თეთრი კარავია. მოდი რა ერთად ვიმღეროთ. გამომხედე მას პინძელო და ჭიქაწყალი წურია. და გოგომ გვინო მომაწოდა და რა ყოფილა გურია. ამ სიმღერას ბაღში გვასწავლით. ჯერ ბოლომდე არ ვიცით, მაგრამ არა უშავს. მარა ვისწავლით და უკეთესად ვიმღერებ. გითხარით, ისეთ რამეს გაკეთებას ვაპირებთ, უფროსებს რომ ძალიან გამოატყებათ. მანამდე კი უნდა გადავწყვიტოთ, დაივში გავიდეთ, თუ იდეოები დავდოთ. კატო ამბობს, მოდი რადიო გავაკეთოთ. და ამ კარავიდან ველაპარაკოთ ხალხსო. რა გაცინებთ? ჩვენ მართლა ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. მოგვისმინეთ და დარწმუნდებით. ეხლა ცოტა ხნით უნდა და გემშვიდობოთ.